Now stop. No. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ონიას რეგიონში, სადაც ვესტუმრებით კომპანია Agromex. მოკლედ Agromex-ი აწარმოებს სხვადასხვა ქვის სამტრევ დანადგარებს. მოკლედ გვჭირდება ქვის სამტრევი დანადგარი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ნაკვეთების დასამუშავებლად, ან უნდა გავწმიდოთ ქვისგან, რომ უფრო მარტივად შეძლოს ტექნიკა მუშაობა. ეხლა შემოგთავაზებთ ქარხნის ტურს, Agromex-ის წარმომადგენელი აგვიხსნის რა საწარმოებენ, შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო იყოს გავსი ტექნიკის შესყიდვა. ნუ აქ რატო ჩამოვედით? პირველი იმიტომ ჩამოვედით, რომ საინტერესო შემოთავაზება გქონდა ფასთან დაკავშირებით. ქვის სამტრევი ანალოგიური მოდელი ევროპული დაახლოებით 3ჯერ ძვირი გამოგვდის. მოკლედ გვაინტერესებს მუშაობაში როგორია, უნდა ვნახოთ აწყობის პროცესი, როგორ ხდება ამის წარმოება, ასევე უნდა ვესტუმროთ აქვე ახლოში ფერმერს, სადაც ადგილზე გამოვცდით. მოკლედ უკმაყოფილები ვიქნებით, დიდი ალბათობით შევუკვეთავთ და ჩამოვიტანთ უკვე ჩვენთან მეურნეობა. მოკლედ კონიას რეგიონს ეძახიან თურქეთის ბეღელს. კონია აწარმოებს თურქეთში რბილი ხორბლის 11%-ს, მაგარი ეგრეთ წოდებული სამაკარონე ხორბლის 25%-ს და ასევე შაქრის ჭარხლის 25%-ს. მოკლედ აქ განთავსებულია ძალიან ბევრი ფაბრიკა, ქარხნები, ძალიან ბევრი ინდუსტრიული ზონა. აქ რაც ვნახეთ, ძირითადად დაწყებული ტრაქტორებიდან, კომბაინებით გაგრძელებული და თქვა აგრეგატები დამთავრებული. ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ თურქულ წარმოებას, რადგან მარაგნაწილები ადვილია, თქვა მომსახურება ადვილია, ადგილზე ხდება ყველაფრის მიწოდება, წარმოება და ფერმერსაც ურჩევნია, რომ ევროპულის ნაცვლად უფრო იყიდოს შეღავათიან ფასში, ასევე კონდეს იმის სერვისი, რომ რამე რო გაუფუჭდება, ადვილად მიაწოდოს ქარხანამ ადგილზევე. მოკლედ ეხლა გადავიდეთ ქარხნის დათვალიერებაზე და მე ვნახავთ, როგორ მუშაობს ქვის სამტრევი უშუალოდ ნაკვეთში. მეგობრებო, ცოტა უძილო ვარ, იმიტომ რომ დილით ძალიან ადრე წამოვედით, ერთი გადაჯდომით მივედით სასტუმროში და წამოვედით პირდაპირ ქარხანაში. და ცოტა რაღაცები მეპატიება. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და წავედით. Agromex აქვს სხვადასხვა ტექნიკა, ეხლა ვდგავარ ასევე ნაკელის გამხანტველებში, სადაც არის სხვადასხვა კუბამეტრაჟით, მოცულობებით და საკმაოდ კარგი ფასებია. ვისაც დაგაინტერესებთ, ლინკი იქნება აღწერაში, გადადით და ნახეთ, მოკლედ, თუ არა ჩვენ მოგწერეთ და მე თვითონ დაგაკავშირებ. მოკლედ, პრინციპის ტიპია და შესაბამისად რამდენიმე ოპცია აქვს ნაკელის გაფანტვის და ტექნიკურ დეტალებზე უფრო დეტალურად მე გეტყვით. ვინც დაინტერესდებით, მოკლედ, ამ დანადგარების შეძენით. მეგობრებო, ეხლა ვართ, მოკლედ, ქარხანაში შევედით. ბატონი მუსტაფა, how are you doing? Nice to meet you. Thank you. Thanks for your visit also. Nice to see you here in our factory. მუსტაფა წაგვიძღვება და გვანახებს, აგვიხსნის რა ხდება აქ. რა დანადგარებს აწარმოებს Agromex-ი. მე დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ქვის სამტრევი. Let's go. So, what Agromex is doing? What machines are you producing right now? Our main production line is stone pickers and stone crushers. Our factory is approximately 70 years old company. 70. 70, yes. Approximately now for 20 years, we are producing stone pickers and stone crushers. 20 years. These two machines are most produced machines in our factory. Also manure trailers. ანუ ესე იგი ქვის სამკრეფი და ქვის სამტრევი დანადგარები უკვე 20 წელზე მეტია აწარმოებენ და ეს ორი დანადგარი არის წამყვანი დანადგარები ამ ქარხანაში, ასევე ნაკელის გამხანტველები, რაც ჩვენ ვნახეთ. We started also rotavator production, mulchers, mainly these machines for inland market. So for stone pickers and stone crushers, 65 or 70% of inside market inside is our brand. These are our automatic welding line, robotic welding line. Special blades and special parts of the machine is welded here. So we cannot watch it, yeah? Yes. This is our laser cutting machine. Inside it cuts everything. Yes. So steel, from where you are getting the steel raw materials? For standard steels, production is in Turkey. Some hard steels, for example, SSAB. This brand is important from Sweden and Finland. შვედეთიდან და ფინეთიდან ჩამოდის, ესე იგი სქელი მასიური მეტალი და ესენი რაც არის თხელი იწარმოება უკვე თურქეთშივე რა. And that is bending machine. We do all the production here. So you design all the machines, everything. You have yes. engineers designers, here. Drawings, engineers took also patents. Our storage
for spare parts. We always have the spare parts in our stock to ship whenever our customers want. I advise also for customers to order most needed parts of this kind of machine. Okay, let's move to the ready product, the final machines that you have it. A finished manure trailer before painting. ნაკელის განფანტველი მეგობრებო, ეს არის სანამ შეიღებება, მოკლედ ესე მდგომარეობაშია რა. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ, რაც გვაინტერესებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, თვის სამტრევი. This is a Leopard stone crusher, Stone yeah? crusher. What sizes we have now? This one is 170 working width, ანუ სამუშაო სიგანი არის 170 სანტიმეტრი. 2 meters. This is the maximum you produce now? Yes. ანუ 2 მეტრია, რომელსაც აწარმოებენ ახლა ამ ეტაპზე და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შევიძინოთ 2 მეტრიანი ქვის სამტრევი. ყველაზე პატარა 150, მერე მოდის უკვე 170 და 2 მეტრი. So 3 models. 3 models, yes, Okay. for now. This is a stone pickers. Which is most popular? I mean, in terms of demand from the customer. Middle size is most Yes. preferred one. So stone picker or stone crusher? I mean. If you buy it for trading, for cleaning the Yes. customers' lands, maybe because servicing machine can be expensive sometimes. So Uh-huh. one guy from that town maybe bought that machine and Yeah. then rent his machine to his Neighbors. farmers. Then you can choose stone pickers. That will be more advantageous also for earning money, for making money. But if you do it for your own land, stone crusher is the best one, the better one. მოკლედ გეტყვით რომ ანუ რატო გადავწყვით ანუ ერთი ვარიანტია რომ ვიყიდოთ ქვის ამკრეფი რომელიც უფრო მარტივია დროშის და სისწრაფით უფრო ადვილია ამით მუშაობა მეორე არის სამტრევი რომელიც გვინდა რომ თქვათ ეს ქვა რაც არის ბრინდორში ყანაში პირდაპირ მოხდეს ამის ჩამტრევა და ჩაფქვა მიწაში რადგან ჩვენი მიწებია მძიმე შესაბამისად გვინდა რომ სტრუქტურულადაც გავაუმჯობესოთ. So just briefly describe all the specifications why I should buy this machine. Okay, stone crusher is most useful for also your farm Yeah. because you leave all the minerals in the stones on the ground. Also, because of the sizes of this machine, it prefers also for vineyards, for smaller lines. Most needed spare parts will be maybe some belts inside it and then some Yeah. blades are inside also machine, some abrasive parts because always when crushes stones. We have, as you see, we have stock. We can send you which part you want. I have also user manuals, also the videos how to maintain the machine. And most important, why I choose this versus, for example, Italian stone crusher. What's your advantage? Now, as you see, I Yeah. send Italia 2 trucks stone pickers, and also many Italian markets prefers our brand. Why? Why? Because you know, in Turkish market, Yeah. workmanship is cheap, so we can produce, we Price. can reach the first of all price. Yes. And you promised that this is a very durable machine, and if we maintain right way, Yes, and right way and if on we time, replace all the wearable parts, let's say, the most important parts I think is this Carbide blades inside it. carbide plates. Can On the we show rotor. separately if we have? I will ask. So how many you sold this year, this stone crusher? I sold about more than 10 machines to Germany, to Italy, Macedonia, Albania, and now I'm about to sell one Kosovo, one also to Georgia, I hope. I hope. And to Armenia, I have one. But in Turkish market, it's a lot. Maybe more than 50. And how many you can produce yearly, for example? Up to 100 machines 100 maybe we you can produce produce. stone crushers. Uh-huh. Yes, this is our special blade. მეგობრებო, მოკლედ ეს არის თავარი. How you call it? This one is the carbide tungsten, the raw material that crushes the stone. This one. ხო, პაბედიტი. მოკლედ კარბიტის არის, მოკლედ ეს არის თავარი დეტალი, რაც ამტრობს იმ ქვას რა. შესაბამისად, ანუ ძირითადად ცვეთა მოდის და დარტყმა ამაზე. და ეს როგორც კი გაცვდება, how many hours it can work in normal condition, I mean, on average, let's say. Mainly 300, 400, 500 hours. it 500 hours. Can be, yes. ანუ 500 საათი შეიძლება გამოვიყენოთ ისე რომ, ნუ ეგ დამოკიდებულია, თქვათ, როგორი ქვიანია ნიადაგი, რა ინტენსივობით ვამუშავებთ და ასე შემდეგ რა. And I have another question. For example, as I know and I researched, Italy was and is a leader in stone crushing. What Italians do differently rather than you? Not very affordable in Turkey. This kind of differences can be on the
blades with Italian But brands. itself material, the consistency, Material is generally same. generally the Yes, same. because this one is the hardest material Yeah. in the world Yeah. used for this kind of sectors. Okay, we will see it in operation also. We'll see the result itself Yes. on the soil, how it crushes the stones and what is the results. And later I will tell you we're gonna buy it or not. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ცოტა ხნის შემდეგ დავტესტავთ ამას უკვე მინდორში, თუ როგორ დაამსხვრევს ქვებს. ვიდეოს ბოლოს გეტყვით, მოკლედ გადავწყვიტავთ თუ არა ამის შეძენას რა. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ეხლა გადავინაცვლოთ უკვე უშუალოდ ნაკვეთში ტესტირებაზე. So, thank you very much You're for the welcome. explanations. Now we welcome. can move to the actual testing process. Okay. You see the abrasion. To arrange the distance of the stable blade closer to the disc plates, this can be more small. Yes. It crashes in between that. Okay. So if it's so close, then this stones will be more small. Ah, okay. Also after abrasion, you will check and arrange the distance. Here. What is the speed of rotation? 540 540 RPM. RPM. 600 hours it is working Yes, like without change. yes. Öz yürek taş kırma. Kalp kırmıyoruz. Taş kırıyoruz. Aha. Sıkıntı yok. He's saying we don't break hearts, we break stones. Taş kırıyoruz. The romantic guy. It's your slogan now. We don't break hearts. What you changed when you purchased during Neyi the değiştirdin working? satın aldığın? Kırıcı bıçak değişti. Şanzıman değişti. Genel bakımla yapıldı. Başka bir şey yok. Ama memnunum yani. Sıkıntı yok. Gearbox oiling and blades. Small Yeah. carbide plates are still the same on it. And then oiling gearbox. Biz yani memnunuz. Abi mesela. Yeah. Halide memnun. Teşekkürler, teşekkürler. მოკლედ მეგობრებო, აი ეს არის, ანუ ეს დანების დისტანციაც რეგულირდება, თუ გვინდა რომ უფრო ფხვიერი მივიღოთ. მოკლედ აი ესე აკეთებს. ეს ქვები თუ გვინდა რომ უფრო ნაკლები ზომა მივიღოთ, უნდა დავარეგულიროთ შესაბამისი დისტანცია დანებს შორის და უფრო წვრილ ფრაქციად დააქუცმაცებს. მოკლედ შედეგია ესეთი რა, ანუ აი ესეთი იყო, ეხლა წავიდეთ. აი ესეთი ინტენსიური ის არის. ქვიანი ნაკვეთი, მოკლედ რო ვთქვა, აი ესეთია, ნახეთ. არა, მაგარი შედეგი აქვს, ბიჭო. ესე იგი, აი ესეთი იყო. ეხლა წავიდეთ და როგორი მივიღეთ. მივიღეთ ესეთი. ანუ ესეთი იყო და მივიღეთ ესეთი.
მოკლედ მეგობრებო, ეგ იყო ტესტირება. ფასიდან გამომდინარე შედეგი, რავი, მე ვფიქრობ, რომ კარგია და სავარაუდოდ ამ ქვის სამტვროს შევიძენ. და უკვე რეალურ პირობებში, უკვე საქართველოში, როცა დავტესტავთ და დავიწყებთ მიწის დამუშავებას, მან შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოს. მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, ლინკი აღწერაში იქნება, ან პირდაპირ ჩვენ მოგწერეთ და დაგაკავშირებთ მოკლედ რა. მადლობა, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, მომავალ შეხვედრამდე.